მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო, დღეს გავაგრძელებთ EAFC 25-ს მილანის მენეჯერის კარიერას. მოკლედ ვისაც წინა ვიდეო არ უყურებიათ, ჩავატარეთ სასეზონო ტურნირი, ერთი მატჩი წავაგეთ, ორი მოვიგეთ. ეხლა კიდე გადავიღებთ სერია A-ს თამაშებს. დიდი მადლობა 8 ლაიქისთვის, წინა ვიდეო ავიდა 8 ლაიქზე და მადლობას გიხდით, ასევე 12 ნახვაც ჩემთვის ძალიან კარგია. ხოლო დღეს რაც შეეხება, ვითამაშებთ მატჩს ტორინოს წინააღმდეგ. კიდე ვითამაშებთ მატჩს ასევე პარმას და ლაციოს წინააღმდეგ. და ნახოთ აბა, შეიძლება ლივერპულთანაც კი ვითამაშოთ პირველი ჩემპიონთა ლიგა. ხოლო დღეისთვის ტრანსფერებზე დამატებას ვაპირებ და ეს მოთამაშე იქნება ჟაკა ან ასენსიო. უფრო ჟაკა, იმიტომ რომ გჭირდება ჩამშლელი არ ყავს და ჟაკა იქნება იდეალური, თან 51 მილიონი ღირს. მოდი დავიმატოთ იგი. იმედია ფული გვაქვს. დიახ, გვაქვს. ევთავაზოთ 50 ჯერ. არ გვაქვს ჟაკასთვის როგორც ჩანს ფული. 77-15 უნდა. მაშინ დავემატოთ რაულ ასენსიო, რომელიც დაგჭირდება. ბარემ მოდი გამოსასყიდივეთ, ვიყიდოთ და დავემატოთ იგი მილანში. ელება ისე არადორი გამოვიყენოთ, მაგრამ დაგჭირდება იგი. 4 წლიანი კონტრაქტი იყო ეს. მაინც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვცდილობ უფრო. 100,000 ხელის. დავიმატეთ რაულ ასენსიო გუნდში იგი. მოდი დავსკიპოთ, რადგან ვიცით ესენი. თამაშმა F-ით შეგვიფასა სამწუხაროდ. და სკვადში და ჩავამატოთ იგი. დაწერეთ კომენტარებში კიდევ ვინ დავიმატო, რომელი ფეხბურთელი თუ შევძელი და დაწერეთ რა გადავიღო. პირველი მატჩი დღეს სერიებში. ეს არის მეორე ეპიზოდი, ჩვენი მიზანია მოვიღოთ ტრებლი, ვინც არის ეს ტრებლი არის 3 ტიტულის მოგება ერთ სეზონში. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ლიგაში ხარ და კიდე რაღაც თავისი ჩემპიონატები. ტორინოს შევხვდებით, ესეთი შემადგენლობით. იმედი ამოვიგებ და სამქულას წამოვიღებ სახში. ოპა. გაგორეს და დაიწყო. გიოკერეზმა დაარტყა კიდევაც, მაგრამ მეკარე მაიღო და ბურთი აქ ტორინოს. აქ ჩავარდა დაცვა. არა მოვიპარეთ. რადგან დადასტურებულა რომ ლუკა მოდრიჩი გადადიეს მილანში, შეიძლება ლუკა მოდრიჩის დამატება. ცოტა რეალობას მიამსგავსო. კიდე მეკარე მაიღო შვენიერი ბურთი. გამეორებით ნახოთ.
ცუდი დარტყმა არ იყო. კარგად მოიგერია მეკარე. ნაკუთხური. ჩააწოდა და მეკარე იგერიებს. მაგრამ ბურთი რჩება ჩვენ ფელიქსი. დაუბრუნა რეალს. რეალ ფელიქსი ფელიქს დაეუბლოკეს. და ბურთი ისევ ჩვენია. ჯერჯერობით 0-0-ია, მე-20 წუთია. და გაგვივიდა გოლი, გაიტანეს ერთი დარტყმა, ერთი გოლი. არ მოველოდი. გაიტანა ზაპატამ გოლი და ვაგებთ. არ მოველოდი. მილანი აგებს. სამწუხაროა. მაგრამ მთელი მეორე ტაიმი და მთელი მატჩი წინ არის, შეიძლება ორი ბურთის გატანა. კამერაში გვეშვა. აი ეს. ამასობაში პულისის ჩვასაჯარი მომდეწა იყო. და არტყმა რა ცუდად გილდა. პირველი ტაიმი დასუდა 1-0 ვაგებთ სამწუხაროდ. გოლი გვჭირდება. და რადგან ვაპირებთ რომ მირა გამოვაწოთ, ხოლოდ მოგებები გვინდა. დაიწყო მეორე ტაიმი. მივდივართ ჩატევაში ამასობაში. მაგრამ არაფერი გამოვდის. აქ ჯარიმა დაფიქსირდა. დიდი ალბათობით უნდა ჩააწოდოს. ჩააწოდა კარგადაც. მაგრამ გამოაქვთ. ბურთი დავიბრუნეთ. გიოკერეზი, მაგრამ მეკარე იგერიებს. იდეა რა დარტყმა, მაგრამ მეკარემ უბრალოდ აჯობა. ჩაწოდება.
ცუდად ჩააწოდეს, მაგრამ ბურთით შეგვჭა ჩვენ. Felix მარაკნა. Felix. დაარტყეს და ვერაფერი ვერ ქნეს. 70 წუთია ამასობაში. და ვაგებთ. ფრეზე მაინც ითამაშო, მაგრამ არა. აქ იდეალური პასი პულისიჩზე. მაგრამ ისე მეკარეგერიებს. მოდი ჩვენ შევცვალოთ. მანამდე Felix-ი გავიდეს. იოვიჩი და მოდი გაბია შემოვიყვანო. არა, ასენსიო შემოვიყვანო და გაბია გავიყვანო. კუთხური ამასობაში. მე ამ კუთხურს გამოვიყენებთ. და ხელზე მოხდა თუ არ ვწდები. ხელი ჩართული გვაქვს. აბა ვნახოთ. მე და გამოჩენ. არა, თვითონ დაჯარიმდა. იმედია პულისიჩი ამ პენალტს შეასრულებს დარტყმა და პანინკა გაიტანა ცენტრში. იდეალურად შეასრულა. აი ვნახოთ. იდეალურად დაარტყა. 1-1. გავათანავრეთ ანგარიში, რაც კარგია. ასე რომ ქულებს არ ვკარგავთ. და წაგებით არ ვიწყებთ. მაგრამ შეიძლება მეორე გოლზე ფიქრი. დრო არის ჯერ კიდე. დაარტყა, მაგრამ სუდად დაარტყა და კუთხური იქნება. ამ კუთხურის პულისიჩი ჩააწვდის დარტყმა მეკარეგერიებს. იდეალურად მოიგერია მეკარე. მე მგონი 1-1 დასრულდება პირველი მატჩი, რაც დრო იწურება. და ისინი არიან შეტევაში. ან კიდე შეიძლება მეორე ბურთი გაუშვათ. არა. დრო გაყავს ახლა პულისიჩს. რატო? არ ვიცი, მაგრამ დრო მიდის და შეტევაში არ ვჩქარობთ. არა და დრო მიდის და დაასრულა. დროს რატო? წელა პარმასთან გვაქვს მეორე შეხვედრა. ნახოთ როგორი ტაქტიკებით თამაშობენ. 5-3-2. ბოლო მატჩი ფრეი თამაშია და კეიპზე ატაკინგზე ყავს ბერნაბე. თუთე დავიწყოთ ისე იგივე წყობით და ნახოთ რა მოხდება. ეგრევე წავართვით ბურთი და შეტევაში ვართ. დარტყმა პირველივე და აიღო მეკარე. გადავაკუთხურზე თუ მიუსწრებენ. მიუსწროლიაო. რეალონ კი არა ფელიქსმა. და ფოფანამ ცუდი პასი გააკეთა. ახლა ისინი არიან შეტევაში.
მე მგონი ტრანმა მიიღო იმის მოთამაშემ ვერდგება თორე ჩვენ მოთამაშეებს არ დაემართოთ ეი ჯერჯერობით საშინელად აკეთებენ ჩვენები პასებს არა გურთი ესე ჩვენ უმეტესად გურთი ფელიქს უჭირავს აი რას ვამბობ ცუდ პასებს აკეთებენ დაცვა ჩავარდა მაგრამ მენიო იგერიებს აი კრა გააკეთეს დაცვა უბრალოდ ჩავარდა 0-0 პირველი ტაიმი არა პირველი ტაიმი არა ჯერ მე 20 წუთია და მენიოს უკავია ბურთი შენიერი პასი იყო ფელიქსი გიოკერესზე კაი პასი გავიდა ამჯერად ფელიქსი ისევ გიოკერესი დარტყმა power shot-ი რატო დაარტყა არ ვიცი მაგრამ ასოაში პულისიჩი უტევს ლაგად შევიდა ჩაჭდის არა კუთხური იქნება და კუთხურს ტეო ჩაჭდის სუდად არა ბურთი გავიდა და რა ხდება რა ჯარიმა დაინიშნა როგორც ამ ჩვენ მოთამაშეს მოხდა ხელზე ბურთი ჩაწოდება გამოგვაქვს მაგრამ ისევ პარმასა კარგად დაარტყეს და ააცილეს რაც ცუდად ააცილეს ისევ ჩაჭდის ენიო ამჯერად ვერ მოიგერიებს გიოკერესი და პარმა იდეალურად უტევს დარტყმა და კიდე კარისკენ არ წავიდა ბურთი მიზანი არ აქვთ ალბათ პარმას მოთამაშეებს და დიდი ალბათობით პირველი ტაიმი 0-0 დასრულდება დიახაც 0-0 პირველი ტაიმი რაც არა კაი გოლები გვინდა მოგებები გვინდა რაც გვინდა მოგება ერთადერთი ფელიქსი ჩაწოდება არ გავიდა ჩაიჭრა იმედია გოლს გავიტანთ ჩვენ მალევე და სამქულას ავიღებთ ნახოთ აქ ლეაოა კარგი გიოკერესი ფელიქსი აი კმა დაერთხა უკვე არა ისე ჩვენ გვაქვს ფელიქსი ისე აქ უნდა დაარტყა
კარგად დაარტყა. არა დაივლოკა. არა ბურთი ისე ჩვენია. დავათამაშებთ. Polisi ჩაკაი. დარტყმა არ იყო, კაი. არც უნდა დაერტყა. ეხლა ეს ბურთი ისე ჩვენია. ფელიქსი. Jokeres. მაინც Jokeres მივიდა და რა ქნეს არ ვიცი. 70 წუთია და 0-0-ია ჯერჯერობით ანგარიში. და შეიძლება ესეც დასრულდეს. თამაშგარი აქვს. Jokeres-ზე წავიდა ეს ბურთი და დაიკარგა. დაარტყეს ბიჭო. მაგრამ მე ნო მიგელია. გათამაშა. ნუ ეს პასი არ გავიდა, ცუდად თამაშობს მილანი ამ სეზონს. არა ბურთი ჩვენი უნდა მეთქვა, მაგრამ ასეთი საშინელი პასის მერე გოლებს ვერ გავიტანთ. კიდე ერთი დარტყმა იყო ამასობაში. რასაკეთებს დრო გაყავს, გოლი გვინდა. ფელიქსი Jokeres-ი დაარტყა, მოიგერია, მაგრამ დამატებაზეც მოიგერია ბიჭო. ფელიქსი ისევ Jokeres-ი დაარტყმა და აციდა. არ და შეეძლო გოლის გატანა. არა ვერა. და როგორც ჩანს 0-0 დასრულდება ეს მატჩიც. სამწუხაროდ. ჯერჯერობით მოგებები არ გვაქვს. ჯარიმა. ხეზე მოხდა ალბათ და მაგრამ რა აზრი აქვს. დასრულდა ეს მატჩიც. იქ Jokeres-მა მიიღო. ხო, დაიტრანვა. რამდენი ხნით არ გვიჩვენებს? აი ნახოთ. 5 დღით. შეხორცდება. გაუვლის ეგ არაფერი. 6 დღეშია მატჩი. ამასობაში გავყიდეთ ალექს ხიმენეზი. და ლაციოს მაინც მოვიგებთ. ეს არის ეს გუნდი არის ლაციო და ეს არის მილანი. რადგან EAFC ოსახუში მათ ლიცენზია არ აქვს. ოდი ვითამაშოთ. ლაციოსთან ეს მათ ახლა ბურთსა დავიწყებთ. აიცით. პირველი შეტევა დიდი ალბათობით ჩვენი იქნება. არ მგონია. გოლი ეგრევე გავიტანოთ, მაგრამ ლეავა ბურთით.
მაგრამ პირველ შეტევაში კუთხური მოვიპოვეთ და ჩააწვდის პოზიციში. ჩააწოდა, სულად ჩააწოდა. მაგრამ ბურთი ჩვენ გვაქვს. დაარტყა. რატო დაარტყა, არ ვიცი. ეხლა ლაციო უტევს. კარგადაც გვიტევენ, იმედია გოლს არ გაუშვებთ პირველ შეტევაში. არა, დაცომ კარგად ითამაშა. და ბურთს ვათამაშებთ ჯერჯერობით. იდეალური პასი გავიდა გიოკერეზე, მაგრამ ისე უკან მოგვიწია დაბრუნება. ფელიქს აქ პოზიციში ჩააწოდა გიოკერესი, რაც სუდად დაარტყა, ამაჯობდა არ დაერტყა. დევენანდესმა წაართვა ბურთი და ისევ ჩვენ გვაქვს. ედია ამჯერად მაინც გამოვარავი. ამასობაში 25 წუთია. ფელიქს უკან რატომი აქვს? ასაკეთებს ფელიქსი. დრო გაიყვანა. Leao კაია. Leao გიოკერეზე პასი და გიოკერეზეც გაიტანა გოლი. 0-1 დავწინაურდით. ამაჩი 1 გოლი. და ვიგებთ ლაციოსთან. ესა EA-ის ლოგიკა. დიდ გუნდებთან მოგების შანსი გააქვს, უფრო დიდი ვიდრე პატარა გუნდებთან. მაგრამ ლაციო უტევს ახლა. Leao ისო. Leao შეტევაში, მაგრამ გაიტანა გოლი. ეს 2-0. ორჯერ ვერ დავწინაურდით. ორჯერ ვერა გავასტარტეთ ანგარიში, 2-ზე ავიყვანეთ. ორივე გოლი გავიდა Leao-ს გამო. Leao-ს პასით და 2-0. დიდი წინსვლა. ლაციო შეტევა შემასობაში დაკარგეს ბურთი და გადავედით ჩვენ შეტევაში.
Felixi, Gyökereszi. Toma გადავიდა ვაფშე რაში გვადარდებს. Teo Hernandez. ჩააწოდა Gyökereszi, მაგრამ მე კარი აიხო. თქვენ ამასობაში არ დაგავწყვეტ არხის გამოწერა და ვიდეოს დადაიქება. თქვენი ეს ყველაფერი მეხმარება არხის განვითარებაში და მაძებს мотивაციას გადავიღო ასეთი ტიპის ვიდეოები. ამასობაში ბურთი ჩვენ გვაქვს. Walker-ი ისევ Gyökereszi წავიდა, მაგრამ აიღო მე კარი ამჯერად. კარგად შეასრულა და მე კარემაც კარგად აიღო ბურთი. მაგრამ ბურთი ისევ ჩვენო. მაგ Felix-მა დაკარგა. ჯერჯერობით არაფერი ისეთი ხდება. მოდი მეგობრო, გამოვტოვოთ ეს მატჩი, იმიტომ თითქმის მოგებული გვაქვს ეს მატჩი. ადი გამოვტოვოთ მატჩი. და ის ჩემთან იგესწრება. ჩემპიონთა ლიგა იწყება. და პირველი მატჩი გვაქვს ლივერპულთან. ლივერპული ძლიერი გუნდია. შედარებით ვიდრე მილანი ეხა ბოლო დროს. მილანი ვაფშე ვეღარ თამაშობს. ესეთი გუნდი თამაშობს. კი პლეიერია, სალაჰი, ლუის დიაზი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ვირჯილ ვან დაიკი. ჩვენი მიზანია უფრო შევაჩეროთ მუსალაჰი. იმედია მოვიგეთ. ნახოთ რა მოხდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო მატჩი დღეს სერიებში. მე და თქვენ ამასობაში დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს მაძლევს დიდ мотивაციას. და ასევე მადლობას გიხდით წინა ვიდეოზე, რადგან 8 ლაიქზე და 12 ნახვა. ჩემი პირველი ვიდეო. ამასობაში იწყება. და დაიწყო. გავაგორეთ ბურთი და დავიწყეთ მატჩი. იმედია მოვიგებთ. არა რთული იქნება, მაინც ლივერპულია. ლივერპულია შეტევაში ამასობაში. ჟოტა, დიეგო ჟოტამ გაიტანა პირველი გოლი და გახსნა ანგარიში. ხო დიეგო ჟოტა. ხო. და ვაგებთ. ეხუთე წუთზე გაიტანა გოლი. დააწინაურა ლივერპული. რთული იქნება. დარტყმა იყო და აქ ჯარიმა ხელზე ხდება როგორც ჩანს. ამ ჯარიმას შეასრულებს ტეო ერნანდეზი. იმედია გაიტანს. დარტყმა და ძელმა იხსნა მილანის კარი. მილანის კი არა და ლივერპულის. მაგრამ ბურთი შეგვჭა ჩვენ რაფაელიაო დარტყმა და ალისონმა მოიგერია.
ამასობაში ლივერპული და მუჰამედ სალაჰია შეტევაში დარტყმა მენიო იგერიებს. იმიტომ რომ ბურთი მოიგერია მენიო. მაგრამ ბურთი ისევ ლივერპულს აქვს. ლუის დიაზი, დიეგო ჟოტა, მუსალაჰი დაიბლოკა და მოიშორეთ ბურთი. მაგრამ ისევ ლივერპულს აქვს. ისევ დიეგო ჟოტა დარტყმა, მაგრამ კარს სდება ბურთი. მენიო აწოდა ფელიქსმა მოიგერია და გიოკერესი ბურთით კონატეს წინააღმდეგ დაკარგა. მე-20 წუთი და 1-0 ვაგებთ დიეგო ჟოტას გატანილი ბურთის გამო. ფელიქსი ამასობაში ისე ფელიქსი დაკარგა ბეირს პასარაგეთებს ბეირს მატაობს და იმედო კარგავს ფელიქსი ასე მალე ბურთს. აქ გიოკერესმა დაარტყა და ალისონმა მოიგერია. აქ მეუსწრებენ თუ აუტი და ეგრევე გაათამაშა ლეაო ჩააწოდა გიოკერესმა დაარტყა სუდად და ლივერპულს აკურთ, მაგრამ დაკარგეს. გიოკერესმა შორიდან დაარტყა და ალისონმა მოიგერია ისევ. როგორც ჩანს, გოლი გვინდა. ვეთანხმებით, გვინდა გვესაჭიროება. აქ ჟოტა ჩავარდა ჩვენი დაცვა. ჟოტა 1-1-ზეა დაარტყა და მეორე გოლიც კი გაიტანა. 2-0 ვაგებთ. დიეგო ჟოტა დუბლი გაიტანა ამ მატჩში. გაიგო ფელიქსი. ლეაო ამასობაში შევიდა რა ჩააწოდა, მაგრამ ალისონი გამოდის. კარში არჩება, უბრალოდ გარეთ გამოდის. აქ გიოკერესზე კაი პასი გავიდა, მოიგო 1-1-ზე ბურთი რატო და ფელიქსი ვერ დაარტყა გიოკერესმა. რა ქნის, რა მოხდა? იქ გიოკერესს უნდა დაერტყა, არ დაარტყა. მერე ფელიქსმა 1 საათი დარტყმას მოანდორა, ფეხის გაწოვებას ვერ დაარტყა. გასაყიდია ფელიქსი, გასაშვებია ეს რა. ბურთი ისევ ჩვენი სამაგიეროდ მოიპოვა ფელიქსმა. გიოკერესზე პასი არ გავიდა. და ლივერპულს აქვს ბურთი სალაჰი. დიდი ალბათობით ამ მატჩს წავაგებთ, მაგრამ ნახოთ მაინც. იქნება და ფრე მუჰამედ სალაჰი დიაზი დაარტყა და მენიო იგერიებს. წესით შეუძლია მიუსწროს. ტეო არა ვერ მიუსწრო. ჟოტა მაგრამ მოიგერია რა დაკარგა. აქ გიოკერესი ვირჯილის წინააღმდეგ უბრალოდ არაფერი. ჟოტა მუსალაჰი ტრენტი ცაქვია მაკალისტერი დაიკარგა ბურთი. წავედით შეტევაში. ლეაო გიოკერესი კონატეს ვერ სდება. მე 60 წუთია ამასობაში.
და ლივერპული შეტევაში ისევ სალახზე არ გავიდა, მაგრამ ბურთი ისევ ლივერპულში რჩა, არა დაკარგეს და წავედით. ტეო ერნანდეზი წავიდა, კარგადვე წაიღო. თვითონ დაარტყა და გაიტანა ერთი გოლი. 2-1, 1-2, ტეო ერნანდეზი გატანილი გოლის ავტორი. აი ნახე. რა კარგად წაიღო ტეო ერნანდეზმა თვითონვე. და ერთი გოლი მაინც გავიდა. 2-1 ბურთი მოიპოვეთ, ისევ შეიძლება გამწავება გიოკერეზი ფელიქსმა საიდან დაარტყა. ნუ ცუდი ჩანაფიქრი იყო. მაგრამ გოლი არ გაუტანია არავის. ჯერ აქედან აქ ლუის დიაზი გახდის 3-ს, გახადა 1-3. ვაგებთ შანსები დაგვიმოკდა. რა ცუდია. ლეაო ფელიქსი დაკარგავს. არა არ დაკარგა. ეინერი გიოკერეზე არ გავიდა ბურთი. ვირჯილი მაკალისტერი, ტრენტი, მაკალისტერი, სალაჰი ისევ მაკალისტერი, სალაჰი, ტრენტი ათამაშებს ლივერპული დრო გახავთ. 3-1 იგებენ და ეხლა მეოთხეზე მიდიან ლუის დიაზი დარტყმა და მენიო მოიგერია. დარტყმები გიოკერეს 5 აქ დიას 3. აქ მენიო მოიგერია და ეს რა პასი იყო. დარტყმა ისევ მენიო. ნუ ესე მილიტაო დაუმატებიათ. აკორიათ ხოჭო. მოიგერიათ, მაგრამ ბურთი ისევ ლივერპულს რჩება. და ერთი წუთი დაამატა დიდი ალბათობით. არაფერი ისეთი მოხდება დიდი ალბათობით მეთქი, მაგრამ ჟოტა ცდება კარს. მოკლედ მეგობრებო, წავაგეთ ეს მატჩი. არ დაგავიწყდეს ვიდეოს და ლაიქება, ახლის გამოწვევა, რადგან ეს მეხმარება მე და მაძლევს მოტივაციას. მოკლედ დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო, მე ამით დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და შეგხვდებით მომავალში. ნახვამდის.